მე ვასწავლიდით ან მახსოვს 80-იან წლების ბოლოში აკადემიაში ძალიან მახსოვს რა სიტუაცია იყო შემდეგ და ძალიან ასევე მაინტერესებდა თუ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი და რა სურათი არის დღეს სახით ხელოვნების სფეროში მეტად ახალი თაობის მომზადებაში. რა თქმა უნდა ლექციას რომელსაც მე დავარქვი რას ნიშნავს იყო ქართველი მხატვარი არ არის პატრიოტულ საკითხს აგებული, არამედ ვინაიდან მე მქონდა ესეთი გამოცდილება თავის დროზე რომ ერთი მეგონა შემდეგ სხვა რამე დამხვდა ხვალინელ დღეში, შემდეგ ისევ რაღაცა მეგონა და ასე შემდეგ. ამიტომ ვიფიქრე რომ საინტერესოა იმის მოხაზვა თუ როცა ხარ ქართველი მხატვარი თუ რა გელის საერთოდ. რაც არ არის არც დადებითი ნიშნით არ მინდა რომ მივუთითო რაღაცა უარყოფითი ნიშნით და არც დადებითი ნიშნით ეს არის აბსოლუტურად ნეიტრალური რეალობა რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარგად გამოიყენოს და სულად გამოიყენოს ან ვერ გამოიყენოს ან ძალიან კარგად გამოიყენოს სანამ დღევანდელ დღეს შევეხები მინდოდა გამახსენებინა საერთოდ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ან ჩემმა თაობამ როგორი გამოცდილება დააგროვა ამ წლების განმავლობაში ამიტომ საწყისი წერტილი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საწყისი წერტილი ჩემთვის ალბათ იყო 70-იან წლების ბოლო როცა სწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში და აღმოაჩინე რომ მაინც და მაინც საქმე არ მაინტერესებს და მინდა მხატვარი ვიყო. მაშინ ყველას გეცოდინებათ რომ საბჭოთა საზოგადოებაში ეს ინფორმაცია ძალიან შეზღუდული სახით შემოდიოდა. ფაქტობრივად ის ხალხი ვინც იყო ზოგადად განათლებული მისი განათლება თავდებოდა სახელებით ისეთ სახელებით როგორც იყო პიკასო და სალვადორ დალი ყველაზე საუკეთესო შემთხვევებში და შემდეგ კიდე ეს ინფორმაცია შემოდიოდა ყველანაირი ფოტოსახით, ყველანაირი პატარა წერილის სახით სხვადასხვა ჟურნალებში რომელიც არც აღვიქვებოდა როგორც ინფორმაცია, არამედ უფრო ისეთ ქმედითი ხასიათი ჰქონდა, ანუ ამ ქმედებას აღწერდი როგორც შეხებას საზღვარგარეთთან, იმ ხელაზე ჩაკეტილი იყო მაშინ საზღვრები. თუნდაც შეიძლება ითქვას, რომ მაშინ რაღაც საზღვარგარეთთან სასმას რო ყიდულობდი, აი სასმას კი არ ყიდულობდი ამ შეხებას საზღვარგარეთთან. ვინაიდან ეს ჩემ წარმოდგენაში და ალბათ იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში განათლება საკმაოდ ფუნდამენტალური იყო, მეც გადავწყვიტე ამ საკითხის ასე იგი მიდგომა ჩემი ამ საკითხის გადასაწყვეტად მხატვარი რო გავხდარიყავ იყო საკმაოდ ფუნდამენტალური, ამიტომ გადავწყვიტე სურიკოვის ინსტიტუტში ჩაბარება. იმისთვის არა რომ ხელოვნებას დავუფლებოდი, იმიტომ რომ ეს მაშინ ეგეთი ცოდნა მქონდა რომ ეს არ არის ხელოვნებას რაც იქ ხდება, მაგრამ მინდოდა ხატვის სწავლა და ფერწერის სწავლა ისე დონეზე როგორც ნებისმიერი სტუდენტი ამ სურიკოვის ინსტიტუტში სწავლობს და ეუფლება და მინდოდა ესეთივე ხარისხის ეს პროფესიონალური დონე შემეძინა. რაც ბოლომდე გავაკეთე, მე დავამთავრე დიპლომის დაცვით ეს ინსტიტუტი. პარალელურად ფაქტობრივად ერთადერთი კაცი ვიყავით, ვინც დავდივდი საზღვარგარეთის ლიტერატურის ბიბლიოთეკაში მოსკოვში, რომელიც ძალიან კარგი ადგილი იყო, ძალიან მდიდარი არჩევანით. ფაქტობრივად ყველა ჟურნალი ევროპული და ამერიკული, რომელიც იბეჭდებოდა მაშინ ხელოვნებაზე, იქ იყო. უბრალოდ საქმე იმაში იყო, რომ თქვათ, ჩემ მაშინდელ მეგობრებს სურიკოვის ინსტიტუტში ძალიან ცოტა მიცოდა ენა, ძალიან ცოტა შეეძლო
მუშაობა ინგლისურით და საერთოდ ესეთი მეთოდიკა თვით მუშაობის, როგორც არის ლიტერატურასთან მუშაობა ბიბლიოთეკაში, ფაქტობრივად არავის არ ქონდა და ეს საერთოდ იშვიათად მინახია, რომ სტუდენტებს ეს ჩვევა საიდანღაც აიღო, ძალიან ცოტა იყო ეგეთი. ეგეთი მაშინდელი ხუმრობა ერთი იუგოსლავიური მხატვრის იყო, რომ ინგლისური თუ არის შემხატვარი არ ახარ. მაშინ შემოდიოდა სხვადასხვა ესეთი ნაწილ-ნაწილის ინფორმაცია და იტაცებდა უცბად ხალხს. ეს იყო ჩემამდე თაობა, რომელიც ჩემამდე მუშაობდა, რადგან იყო მიზიდული აბსტრაქციის მიერ, ეს იყო ზაუტაშვილი, ეძგერად ნუშურა ბანძელაძე მანამდე. ჩემი თაობა, ჩემზე ცოტა მომდევნო. მაშინ მიზიდული იყო ახალი ველურებით, რომელიც იყო ძალიან ესეთი მართლაც საინტერესო ჯგუფი 80-იან წლების დასაწყისში გაჩენილი გერმანიაში და მათი ეს თვითონ იყვნენ ფაქტობრივად აღმოცენებული საფუძველზე გერმანული ექსპრესიონიზმის და ესეთი ფიგურატიული ხელოვნების და ეს გრძელდებოდა სხვადასხვა ასეთ პიროვნებაში გარდატეხის ფორმით, ძალიან სხვადასხვანაირად და ძალიან საინტერესო. ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კარლო კაჭარავა, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო იმდროინდელ აი ამ საინტერესო ახალგაზრდების ჯგუფში. საინტერესოა, რომ ერთხელ ველაპარაკებოდი მე მოსკოვში რამდენიმე წლის შემდეგ ეგეთ კურატორს ანდრეი ეროფეევს, რომელისგან პირველად გავიგე ესეთი აზრი გამოთქვა, რომ ცირა არის, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო არის თბილისში რაც ხდება, მაგრამ მე მგონია, რომ აი ამ ყველაფერს ახასიათებს ესეთი საფუძველი, ეგეთი განცხადება, რომ ესე ჩვენ შეგვიძლია, ისე როგორც საზღვარგარეთ მხატვრები რასაც აკეთებენ, ეს აქაც ჩვენც ხო შეგვიძლია. შემდეგ კი ეს აზრი შემხვდა რამოდენიმეჯერ სხვადასხვა სიტუაციაში და ბოლოჯერ ეხლა გაიხსნა ერთი ბერლინში გამოფენა, რომლის კურატორებსაც ორ ქალს, დირექტორის მუზეუმის და მთავარ კურატორს ველაპარაკებოდი ვენაში რამოდენიმე თვის წინ და მე თვითონ ვახსენე რაღაცასთან დაკავშირებით, არა ნამუშევართან, არამედ ტექსტის წერასთან დაკავშირებით, რომ აი ტექსტი შეიძლება ესე დაიწეროს და ვიფიქრე, რომ ეს არ არის საინტერესო, ჯობია ამას თავიდანვე მივხედოთ, რომ ესეთი რამე არ მოხდეს და ეგეთ საშუალება არის მეთქი, რაზეც ამ თავარ კურატორმა მითხრა, იღო მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნება ესეთია, ჩვენც ეს შეგვიძლია. აი ეს განცხადება არის ძალიან ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ რომ მას დაუფიქრდეთ, ახლა ესეც არ ხდება ბოლო-ბოლო, თუ გაიხსენებთ ჩვენ არქიტექტურის ძეგლებს, ესეც ხომ ბიზანტიიდან შემოსული კულტურაა, რომელიც აი ესეთნაირად განვითარდა ქართულ მიწაზე. ან ბოლო მე-19 საუკუნეში ყველას ევროპულად გვაცვია და ასე შემდეგ. და მე მგონია დღეს როცა წლები გავიდა და აი ეს თაობა აქტიურია ჯერ კიდევ და ჩვენ შეგვიძლია თვალყური გავაყოლოთ თელ გზას, რომელიც გაიარა, არ ვიცი, მამუკა ცეცხლაძემ, ან კოკა რამიშვილმა, ან ოლეგ ტიმჩენკომ, ჩვენ ხედავთ, რომ შედეგი არის ძალიან საინტერესო და ეს ძალიან კარგად მოიტანა თავის გამოფენაში ქალბატონმა ირენამ, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე ესეთი საინტერესო და დიდი წარმოდგენა იყო იმდროინდელი მასალის დღემდე. მე იმედი მაქვს, რომ კიდე ძალიან ბევრი ნამუშევარია, რომელიც უბრალოდ სადღაც მიგდებულია და
არის გამოსაღები. მე თვითონ მაქვს ორი ნამუშევარი, რომელიც არც ისე ცუდ ადგილას არის, ერთი სიტყვით რო ვთქვა, ხელოვნების მუზეუმში, მაგრამ აი სად არის და რა დღეშია, ეგ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება არც არის ესეთ გადარჩენილი. მაშინ თვითონ საზოგადოებაში იყო ძალიან კარგი ატმოსფერო, ესეც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მაინც საბჭოთა კავშირში ხელოვანს მაღალი სტატუსი ჰქონდა, რაც ევროპის ქვეყნებში ან პირველ სამყაროში არ არის თუ არ ახარ ცნობილი პიროვნება, მაინც ყურადღებას ან აი ესეთ სიამოვნებას სტატუსისგან, შენ სტატუსისგან მაინც არ იღებს ყველაფერი მსახიობი, მხატვარი თუ რაღაცა ცნობილი ფაქტობრივად არაფერი არ ახარ. ფულიშონო ცხოვრებისთვისაც ძალიან გიჭირს. და საბჭოთა კავშირში თუ გამოვთ იქიდან რომ საერთოდ რა შესაძლებლობებიც იყო მაშინ, მე მგონი ძალიან ბევრი მხატვარი უბრალოდ სახელოსნოც ჰქონდა, სამუშაოც ჰქონდა, კაბაკოვი მაგალითად რო წუწუნებდა საზღვარგარეთ, მას მშვენიერი სახელოსნო ჰქონდა მოსკოვში, მშვენიერად მუშაობდა, საერთოდ არც უჭირდა და არაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს კიდე ის არის რომ ბევრი ის რაც დაკავშირებულია შენ სურვილთან რაღაცა რო გააკეთო და როცა ვერ აკეთებდი ეს ფაქტიურად ნიშანს უცვლიდა ძალიან ბევრ რამეს. მაგრამ აი ამ სტატუსით ყველამ ვისარგებლეთ მაშინ. ესე იგი, პლუს ამას რო დაემატა რომ შენ აკეთებ რაღაცა ახალს, საზოგადოებაში ყველა ეს ახალი მხატვარი ძალიან კარგად ზნობდა თავს. იყო ძალიან ბედნიერი ყურადღების ცენტრში და ეს იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც აი ამ დიდი დადებითი მუხტით ნიშნავდა მთელ იმდროინდელ განვითარების გზას, აი ამ პატარა ჯგუფის მხატვრის გინდა თბილისში, გინდა მოსკოვში. პლუს ამას ემატებოდა ის რესურსები, ასევე ყურადღების, ასევე მატერიალური, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, რომელიც მოდიოდა ასე ჩემი ხმარწმენით, ცივი ომის ბოლო სტადიაში, ამ ცივი ომის კანალებით და აი ამ მიზნებთან დაკავშირებით იყო ეს დაფინანსება გინდა თუ ყურადღება გინდა მაშინ განპირობებული. და იმიტომ რომ მიმაჩნია რომ იმის და მიუხედავად რომ თვლი რომ რა თქმა უნდა რამოდენიმე მხატვარი ძალიან გამორჩეული იყო რომელიც ჩვენ ვიცით და მათი ნამუშევრები მართლა იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მაინც ესეთი დონის ნამუშევრი ის გზა რომელიც გამოიარეს ბევრმა მხატვარმა იმის გამოფენებში რომლებშიც მოხდნენ იმ ადგილებში სადაც მოხდნენ გამოფენით მონაწილეობაში რო არ ყოფილიყვნენ რუსი ან ქართველი გაუჭირდებოდა ძალიან რო ყოფილიყვნენ თქვა გერმანელი ან ფრანგი. ამიტომ აქაც იყო რაღაცა გარკვეული ესეთი დამატებითი რესურსი, რომელიც ასაზრდოებდა ნებისმიერი ჩვენგანის სვლას. მაგრამ მე ძალიან კარგად ვზნუდი თავს მართლა რო გითხრათ 80-იანი წლების ბოლოში. ძალიან სიამოვნებდა აქ აი ამ ჯგუფთან მეგობრობა, იმიტომ მიხედავთ რომ მე მქონდა ცოტა განსხვავებული პოზიციები, მაინც მიმაჩნია რომ იმ დროინდელი ნამუშევრები ფაქტობრივად იყო რაღაცის სწავლის. ნორმალურად ისე რომ წარმოვიდგინო, ეს არის ალბათ სტუდენტური პერიოდი, რომ შევადარო ჩემ წარმოდგენაში ესეთ განათლებას ხატვის და პრობლემატიკა, რომელსაც ვეხებოდა ეს გულწრფელად და არა უბრალოდ ესე სიტყვარის სწავლის გამო ძალიან ჩქარა გავდიოდი ფაქტიურად ხელოვნების ისტორიაში
ასეთ ეტაპებს, რომელიც იყო პრობლემატიკა 50-იანი წლების, შემდეგ 60-იანი წლების და თითო ალბათ თითო მონაკვეთში რაღაცა ესეთი ორიგინალური გამოდიოდა ჩემგან, მაგრამ ეს იყო თითო ნამუშევრები ძირითადად იყო მან სტუდიები, მაგალითად ის რაც გამოფენაში ეს არის ეწოდები ძირითადად. მაგრამ შემდეგ აქ როცა მოხდა ეს აურზაური და ყველაფერი პოეტრად ძალიან შეიცვალა ომი და რა ვიცი გადაწყვიტე მოსკოვში დაბრუნება, იმიტომ რომ ვერ ხედავდი აქ აი ესეთ პერსპექტივას, ესეთი მომავალს, რომელიც პირდებოდა ან ვიღაცასაც პირდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩქარა გაივლის და ისე ყველაფერი დაალაგდება. მაგრამ დაბრუნდი მოსკოვში, იქ კიდე დამხვდა სხვა აბსოლუტურად სხვა პრობლემატიკა. მოსკოვში მაშინ იყო უკვე დასრულებული ესეთი ფორმირება, რომელსაც დაარქვეს მოსკოვის კონცეპტუალიზმის სკოლა. ესე მხატვარ მონასტირსკის მეთაურობით, რა თქმა უნდა, კაბაკოვიც მას ეს ამ სკოლას ეკუთვნოდა. მაგრამ იყო ესეთი რაღაცა შეცვლა ერთი პერიოდის მეორეთი, როცა აი ერთი პერიოდი ისე ძალიან ზედმეტი ყურადღების დამთავრდა. ძალიან ზედმეტი ყურადღება იმიტომ არის ცუდი, რომ ეს განსხვავება კარგს და ცუდ შორის ირღვევა და ამიტომ უბრალოდ მე მახსოვს მაშინ სიტუაცია იყო ისეთი, რომ ვინც კი ავიდოდა სცენაზე, ყველა ხვდებოდა ამ პროჟექტორის ქვეშ და ძალიან ძნელი იყო ესე მუშაობა, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში აი ეს შეიცვალა და რო ჩამოდიოდა ახალი ასე ვთქვათ ეშელონი კურატორების ან კურატორული ყურადღების, უკვე ლაპარაკი იყო, მოდი ჩვენ ერთი ნამდვილად რასაკეთებ და ასე იგი კრიტერიუმები ცოტა უფრო სერიოზული გახდა და ეს იყო ძალიან იმედის მომცემი. მიმაჩნია, რომ აი ეს პერიოდი 90-იანი წლების მოსკოვში იყო უბრალოდ ძალიან კარგი. ეს ისევ იყო პერიოდი, სადაც ცოტა ზედმეტი ყურადღება მაინც იყო მოქცეული, ეს იყო უკვე ინერცია მცივი ომის შემდეგ, რომელიც დამთავრდა. მაგრამ აი ამ ინერციით მოსულ ბოლო აი ესეთ პორციაში, რო ვთქვათ, მე მოვყევი და მაგით ძალიან გამიმართლა. იმიტომ ყოველთვის რასაც აკეთებ, აი ამ შესაძლებლობებს ქონდა ან პოლიტიკური, ან ყველგან საერთოდ ან ეკონომიური საფუძველი, რატომ ხდება ეს? აი მაგალითად ვიდეოები რო ვიღოთ, რომელიც მე იქ მოსკოვში გავაკეთე, ამას ალბათ ვერ გავაკეთებდი ვერსად. ეს იყო ხალხი, რომელიც იღებდა გრანტებს, როგორც ესეთი გალერეა, მაგალითად TV გალერეა, და რომელსაც ჭირდებოდა რომ ყოფილიყო მხატვარი, რომლის ნამუშევარს ის აკეთებს ხარისხიანად და ამიტომ მას ეძლეოდა სოროსი იქნებოდა თუ სხვა გრანტი და ამით ის თვითონ არსებობდა. დღეს ეგეთი სიტუაცია აღარ არის. მას მაშინ აინტერესებდა ნამუშევრის შექმნა და მაშინ ჩემ ნამუშევრს, რომელიც ესე იგი შევთავაზებდი, ის აკეთებდა აბსოლუტურად უფასოდ სატელევიზიო სტუდიაში, ყავდა გრიმერი, ხმისჩამწერი, ძალიან პროფესიონალური ესე იგი იმ ადგილის ტექნიკა და აქედან გამოდიოდა უბრალოდ ფორმალურად ძალიან კარგი ნამუშევარი. რა თქმა უნდა, სამუშაო იდეა და კონცეფციაც კარგი უნდა ყოფილიყო და ამით არსებობდა აი ეს პატარა ინსტიტუტი და ეგეთი იყო რამოდენიმე. ამიტომ მაინც ესე იგი რაღაც კეთდებოდა და ის პატარა ჯგუფი მხატვრების ამით მას ეძლეოდა საშუალება მუშაობის. სადღაც ეს ყველაფერი გაქრა 96-97 წელს. ესე იგი მაშინ უკვე გახდა ესე იგი ესეთი ატმოსფეროები, სადაც არავინ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. რისი გაკეთება შეიძლება, ან ვის უნდა, ან რატო და რისთვის.
უფრო გაჩნდა ესეთი თან არ იცოდი რა გეკეთებინა და თან იტო ყოველთვის ესე შემოქმედება არის ოპორტუნისტური. არავინ არ იფიქროს რა ვიღაცა კომპოზიტორი რაღაც იბადება შიგნით და ესეთი მუსიკა პირდაპირ გადმოდის ამ მწერალი. ყოველთვის ეს არის გალერეა, სადაც ფიქრობ რომ გააკეთე რაღაცა რომელიც იქ დაიკიდება ან სხვა სივრცე, ან სხვა კონტექსტი, მაგრამ ყოველთვის ეს არის ძალიან დამოკიდებული იმ საშუალებაზე, რომელიც შენ გარშემო სამყაროში არსებობს. ხო და აი ეს ძალიან აირია გაქრა აი ამ 80-იანი წლების შუაში. შემდეგ მოხდა ის რომ მე გარკვეული მიზეზების ან ოჯახური მიზეზების გამო და ასევე ვიფიქრე რომ მოდი ვცდი რა ხდება საუბარით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ხშირად მიწევდა საუბარით გამოფენა, ეს ფაქტობრივად წელიწადში მქონდა ხოლმე 10-12 გამოფენა, იქიდან ნახევარი მონაწილეობა გამოფენაში, ნახევარი სადაც ევროპაში, ძირითადად გერმანიაში. და 97 წელს გადავსახლდი გერმანიაში, ეს იყო მიუნხენი. და აქედანაც იწყება სულ სხვა ეტაპი ცხოვრებაში და სხვა ისტორია. იმიტომ რომ ის ბევრი ხალხი, რომელსაც რომელთანაც გადაკვეთა მქონდა ადრე ამ გამოფენებში მიუნხენში ძალიან ხშირად ფაქტურად ეს ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა იყო იქ. ესე იგი აღმოაჩინე რომ თუ გინდა შენ იყო მხატვარი, ჯერ ერთი უნდა გერქვას ან ქართველი ან რუსი, ესეთი განმარტებით და უნდა იყო იქ სადღაც მოსკოვში ან თბილისში. აქ თუ ხარ, შენ არ აღიქვები მხატვრად. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ სფეროს, რომელიც არის, ну, თქვა fine art, რასაც ქვია, იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცოდი ორი სტუდენტი, რომელთანაც ერთ სურიკოვში ვსწავლობდი, რომლებიც ძალიან კარგად ხატავდნენ და ძალიან ესეთი კარიერა გააკეთეს როგორც პორტრეტისტებმა, ერთმა ჰამბურგში და მეორემ შვედეთში. და ეს უკვე ცოტა სხვა ისტორია, იმიტომ რომ ერთი მეორის მიყოლებით ეს ხალხი იღებდა აი ამ კომისიებს ზაკას, ასე მდიდარი ხალხისგან პორტრეტის დახატვაში და ესეც ხელობაა და ესეც ფასდება. ერთი კიდე განსაკუთრებულად გამორჩეული სტუდენტი და მე მართლა ვინმე რო ესე ხატავდა საერთო ცხოვრებაში ამინახავს, არის ვატიკანში და ხატავს ამ კარდინალებს და რომის პაპს და ასე შემდეგ და ესეც ძალიან საოცარი ადგილია საერთოდ მოღვაწეობისთვის და ეს მისი გვარი არის პრისეკინი, ძალიან ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი იყო, აი როგორც მოცარტი დაახლოებით 6 წლიდან აი მუშტრაში გაზრდილი მამამისის მიერ, რომელიც პროფესიონალი მხატვარი იყო, რომელიც ხატავდა ისე რომ არაფერი არ ეშლებოდა საერთოდ. აი ხო, ну, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამის გარდა ბევრი რამ სხვა არსებობს გემოვნება, არსებობს დისკურსი, არსებობს საინტერესო საკითხები, რომელიც სადაც შუქდება ჩვენი ადამიანის პიროვნული ცხოვრება ან საზოგადოებრივი ესეთი მტკივნეული მომენტები ან საინტერესო მომენტები ჩვენი ყოფის და ასე შემდეგ, რომელიც ყველას გვეხებთ და საერთოდ რაც არის რაც რითითაც ყვებავს ჩვენ საერთოდ ხელოვნება, ну, ესთეტიკის გარდა. სანამ ამაში თანდათან გავერკვიე თუ რა ხდებოდა გერმანიაში ან რისი გაკეთება შეიძლებოდა ისე, რა თქმა უნდა გალერეასთან მუშაობდი 92 წლიდან, მასთან მუშაობა არ დამკლებია, არ გამختარა რაღაც უფრო ნელი ან უფრო არადინამიური, მაგრამ რა თქმა უნდა როცა არ მონაწილეობ გამოფენებში ძალიან არ ახარ უკვე მობილური, ძალიან ძნელია, თქვათ,
მხოლოდ ერთი გალერეით, პირიქით გალერეა ელოდება, რომ შენ აქტიური იქნები და შენ გაგიცნობენ და ასე შემდეგ. თუ მე მახსოვს პირველი 2 წელი რო გავიდა ამ გალერეამ თქვა რომ რა არის იცი ჩვენ ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვს, მაგრამ ჩვენ თვითონ რომ ჩვენ ვერ ყვიდითო, იმიტომ რომ ბევრი არ გიცნობს და მოდი უფრო დიდი გამოფენა გააკეთე და ჩვენ შევეცდებით, მაგრამ ეს ადვილი ასაგორებელი ქვა მანძემანც არ არის. მაშინ ეს დამთავრდა იმით, რომ აი ესეთი სენტიმენტები, რომელსაც ავყევდა, რომელიც მოვათავსე ერთ ფილმში, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს, 2000-იანი წლების დასაწყისში მქონდა ესეთი კომისია პატარა სამწუთიან ფილმზე ლივერპულში, სადაც აი ესეთი ფილმი გავაკეთე, რომელიც ალბათ ვერ ვიტყოდი რომ არის ჩემი საუკეთესო ნამუშევარი, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა იმისთვის, რომ გავაშუქო აი ეს საკითხები, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ. That's a newspaper we don't like. I'm Julian Sinegan. Here's my sister Rosie. And our neighbor is a Russian artist. He said that culture repeats all the borders set by politics. It's sad. He says that freedom manifested in Germany is reduced to flying to Mallorca when you're young and flying to Philippines when you get old. It's very sad. He is one of them who have to leave. He says, we are friends. He says it often, like some kind of a therapy. He lives in Germany now, the life of a foreigner. The Germans do not recognize those others from the East as agents of culture. And you know why? ეს სამწუთიანი ფილმი, რომელსაც ქვია ორმაგი პორტრეტი. ასე გაგებული იმაზე, რომ მე არ მქონდა ხმა იმისა, რომ მე თქვა ძალიან ბევრი რამე, მაგრამ ეს მეზობელი ქალი, რომელიც იყო მართლა ჩემი მეზობელი მიუნხენში, და მართლა უღებდი ხოლმე ეს ვიდეოს იმის აზრით არა, როდის მე გამომადგებოდა, მაგრამ თუ ბავშვებთან ძალიან თბილი იყო, ამოდენ ბავშვები ჩადიოდნენ მასთან და მისი ხმით მე შემეძლო ლაპარაკი და მაშინ ესე იგი ლივერპულში ესეთი ფილმი გავაკეთე, რომელიც თავდება იმით, რომ ჩვენ გერმანელები იშვიათად ვხედავთ კულტურის აგენტს აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსულ ხალხში. მაგრამ ეს მართლა ესე, ჩვენ მე მყავდა ერთი მეგობარი იაპონელი ქალი პიანისტი, ძალიან კარგი.
რომელმაც უცხოურა მიუნხენში 10 წელი თუ შეიძლება უფრო მეტი და მე გადაწყვეტა პარიზში წასვლა. გაყიდა თავის ბინა მიუნხენში, იყიდა ბინა პარიზში და უბრალოდ ასე წავიდა. და მე რაღაც 1-2 წლის შემდეგ რაღაც ერთად ვიჯექით უკვე პარიზში, ჩასული რო ვიყავ ზაფხულში და მკითხე როგორ ხო და აი ეს განსხვავება თქვა რომ გერმანიაში მე უფრო მეტი სამუშაო მქონდა და უფრო კარგად ცხოვრობდი მაგხრივ. აქ ბევრად უფრო ნაკლებ სამუშაოს პოულობ. მაგრამ განსხვავება ის არის რომ აქ აი მე იაპონელი საზოგადოებაში, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში მე აღვიქვები როგორც აგენტი კულტურის. და იქ გერმანიაში მე ვარ ეს საზღვარგარეთელი, უпростоრად ეგეთი სიტყვარი Ausländer, რომელიც აბსოლუტურად არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ არავინ ხმარობს ამას ინგლისელის მიმართ ან ამერიკელის მიმართ, ამას ხმარობენ აი იმის მიმართ, ვინც აი არაფერი არ არის. და აი ეს ამ განსხვავების გამო მე მირჩევნია პარიზში ყოფნა. ეხლა უკვე აი ლაპარაკის დასრულებისკენ მინდა აი ეს ხაზი გავუსვა იმას, რომ აი როგორც ადრე და ამ საკითხის უფრო ფართო გარჩევა შეიძლება, აი ეს პოლიტიკა ძალიან ბევრს ნიშნავდა აი როცა ლაპარაკობთ რა შესაძლებლობები აქვს ხატვარს, ასევე მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია დღეს ეკონომიური მხარე, როგორ არსებობს მხატვარი. და აი ეს არის ცოტა განსხვავებული ნებისმიერ სხვა პროფესიისგან. აი როგორ არსებობს ფეხბურთელი? ფეხბურთელი თამაშობს ფეხბურთს, თუ კარგად თამაშობს, ის თამაშობს მილანში თუ ბარსელონაში. უხდიან შესაბამისად დიდსან ცოტა ნაკლებსან ცოტა მეტ ფულს და აი ეს არის ის ეკონომიური ბაზა, რომელიც ესე იგი შესაძლებლობა აი ამ პროფესიას. იგივე არის კინორეჟისორი ან თეატრის რეჟისორი. მაგალითად აი ვენაში ამასინაც ზალცბურგის ფესტივალზე ვნახე ერთი დიდი ძალიან გრანდიოზული სპექტაკლი, ძალიან კარგად გაკეთებული, ლატვიელი რეჟისორის მიერ დადგმული. საოცარი სანახაობა, ძალიან კარგი ნამუშევარი. და ეს არ არის მარტო ერთი მაგალითი, საკმაოდ ხშირად შეიძლება შეგვხვდეს მუსიკოსი ან რეჟისორი. მაგრამ რაც მხატვარს ეხება, ეს არის არ არის ეს ამგვარი ეკონომიკა. მხატვრის ეკონომიკა დაკავშირებულია კოლექციასთან. ესე იგი, როცა ახალგაზრდა მხატვარი საკმაოდ ფორმირდება და მასთან იწყებს მუშაობას გალერეა, თქვათ ინგლისში, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში დიდი მუზეუმი იყიდის ამ მხატვრის ნამუშევარს ძალიან მაღალ ფასად, არ ვიცი 100,000 ფუნტად ან 200,000 ფუნტად. აქედან ესე იგი 50% რჩება გალერეას, ეს არის ძალიან დიდი ფული. ამისთვის გალერეა უქმნის ამ მხატვარს ძალიან კარგ პირობებს მუშაობს. მე მაგალითად ვკითხულობდი როგორი ურთიერთობა ჰქონდა იმ ფრენსის ბეკონთან, მის გალერეის, რომელთანაც მუშაობდა 30 წელი. ნუ ფაქტობრივად ესე იგი შესაძლებელი იმ კაცს არაფერი არ ჰქონდა, ეს იქნებოდა გადასახადის გადახდა თუ ექიმთან მისასვლელი დროის დანიშვნა, ნებისმიერი რამ ხდებოდა აი ამ ქალის მიერ. ფრენსის ბეკონი ყოფილიყო მარტო სახელოსნოში და საღამოს კაფეში მეგობრებთან ერთად. მაგრამ აი ეს დიდი ფასები, რომელიც მეც იზრდებოდა, განაპირობებს ამას. ახლა ამას მტრით გალერეა ქართველ ან ჩეხ მხატვარს არ იყიდის. ან თუ იყიდის, იყიდის ძალიან პატარა ფასად. ამიტომ აი ეს არ ხდება ახლა რა ხომ ლაპარაკობ ქართულ მხატვარზე, ქართულ მხატვართან დაკავშირებით. მაგალითად, რო გადავხედოთ, ახლა ავსტრიაში ვცხოვრობ.
იმის გამო რომ ავსტრიაში კიდევ უფრო ნაკლები ფული არის ვიდრე მაგალითად ინგლისში ან გერმანიაში ძალიან კარგი მხატვრების ნამუშევრები ფაქტობრივად იყინება 30-50,000 ევროს აი დონეზე იმიტომ რომ და არ ეძლევათ მათ საშუალება საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ძალიან კაი მაგალითია ეხლა ერვინ ვულმი რომელიც ალბათ არის ყველაზე საინტერესო ავსტრიელი მხატვარი ეხლა დაახლოებით ალბათ 60 წლის იქნება რომელიც აი ხა ცდილობს რეალიზაცია გაუწიოს გააკეთოს თავისი ხარისხის და გავიდეს ამერიკულ სცენაზე რაც მოახერხა მაგალითად ფრანც ვესტმა მაშინ მაგრამ ეს იყო ისეთი პოლიტიკური ტალღა რომელიც მაშინ ცივი ომის კონტექსტში ავსტრიას აყენებდა ფორპოსტის სახით და ამიტომ ქვეყანას ეძლებოდა ძალიან დიდი ფული სხვადასხვა პროექტებისთვის ეს იქნება მრეწველობა თუ საზოგადოებრივი პროგრამები მაგრამ რაც დღეს არ არსებობს იმიტომ რომ ავსტრია დღეს გეოპოლიტიკურად არის თან უფრო შედის პერიფერიის როლში ესე იგი რუს მხატვარსაც შეეხება ქართულ მხატვარს არის ესე იგი ეკონომიური ესეთი საფუძველი კიდევ უფრო გამოცლილი მაგრამ საქმე იმაშია რომ ისე თუ ასე ეს მხატვრები არსებობენ და არიან მაგრამ რას წარმოადგენს ქართული მხატვარი დღეს და მე გამახსენდა ამის ილუსტრაცია მინდა გავაკეთო ერთხელ მივიდიოდი მატარებლით გამოფენის გასაკეთებლად მიუნხენიდან ლიუბლიანაში და რაღაც ჟურნალი მეჭირა ხელში რომელიც ადგილში ვიყიდე რომელიც გადაშალილი და იყო ეგეთ რეცენზია მაშინ გადაღებულ ახალ ფილმზე რომელიც იყო გადაღებული დურენმატის ერთ-ერთი ნოველის მიხედვით და იყო ამ ნოველის მეორე ეკრანიზაცია მას ერქვა შეპირება ამ ახალ ფილმში მთავარ როლს ესეთი მილიცielis რომელიც პენსიაზე გადის თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი და ფილმი არის იმაზე რომ ეს არის ბოლო დღე ამ მილიცielis სამუშაო ბოლო დღე და საღამოს არის ფარტი მისი გასაცილებელი ამ მილიციის განყოფილებაში და მოხდება ის რომ ტყეში იპოვიან მოკლულ 12 წლის გოგოს და ნუ ყველა რა თქმა უნდა წავლენ სიამკვლელობის ადგილზე მაგრამ ისე მოხდება რომ აი ნიკოლსონს დაავალებენ იმას რომ მშობლებს მან უნდა უთხრას რომ ეს მათი ქალიშვილი დაიღუპა და ეს აიღებს ამას შეასრულებს ამას მივამ მშობლებთან და დედა ამ ტრაგიკულ მომენტში ნუ ხოიპოვითო მკვლელსო ხოიპოვითო და ეს შეპირდება რომ მე გპირდებითო რომ ვიპოვით მკვლელს. შემდეგ გავი პენსიაზე, იქ ვიღაცას დაიჭერენ ნახევარად გიჟ, ნახევარად აი ესეთ ფიგურას ინდიელს, რომელიც კლად ესე იგი ჭკუაზე არა, ნახევარად გიჟია და რომელიც ამ შიშისგან ზეწოლისგან აღიარებს, რომ მან მოკლა, მაგრამ ამ პოლიციას რომელიც ესე იგი რომელსაც ნიკოლსონი თამაშობს პენსიაზე გავიდა, აი ეს ეჭვეპარება ძალიან რომ ეს ამის ჩვენება შეიძლება კაცი დაეყნოს და გააგრძელებს ზებნას და იპოვის აი ესეთ ფიგურას რომელიც სადღაც უნდა იყოს ბევრი პატარა ესე იგი გამოდმული ძაფის საშუალებით და შემდეგ სადღაც ესე დაუსვავს სხვა ბავშვს რომ გამოიწვიოს აი ეს სერიული მკვლელი კიდევ ერთ მკვლელებაზე ამ პოლიციელებს უკვე აღარ შეუულიათ აი ამ ბებერი პოლიციელის მოსმენა მაგრამ აი ამ ბოლო ჯერ როცა ის მაინც ეუბნება რომ აი ეხლა მოვა ამ დღეს ის მკვლელი ისევ და ძალიან გთხოვთ ძალები გამოგზავნოთ იმის რომ ჩაუსაფრთხეთ და მაინც იტყვიან რომ მოდი წავიდეთ ნახოთ და ბოლოს დამთავრდება ეს ყველაფერი და კინო თავდება იმით მე
წიგნი არ წამიითხო სამწუხაროდ. და თავდება იმით, რომ ვხედავთ ამ ზურგს და მანქანაში ვზივართ ამ პულელის და მოვა ავარია. როცა მიდის იმ გოგოს მოსაკლავად. ავარია მოვა და თვითონ დაიღუპება, ასე რომ იქ, სადაც ელოდებიან, იქ არ მივა. და ამიტომ ყველა პოლიციელი ისევ დაცინებს ამ ბებერ პოლიციელს და წავა სახში და ეს კიდე დარჩება ესე უარაფროდ და არც იცის რა ქნას, მაგრამ მაშინ ამასთან დავაკავშირებ აი მხატვრის ფიგურა. აქ. მხატვარი რო ხდები, გეგონება რაღაცა დაპირება გაქვს შესასრულებელი, რომ რაღაცა შედევრი უნდა შექმნა, რაღაცა შემოქმედება უნდა წარადგინო. მაგრამ მეორე მხარე არის ის, რომ შენ გარეთ ხედავ, რომ მაინც არავის არ უნდა ეს რაც შენ გინდა, რაც შენ გონია, რომ შენგან ელიან. და აი ხარ დაკარგული და იქ როცა ახერხებ აი იმის ორგანიზებას, რომ რაღაცის მიტანას იმისთვის, რომ აი დანაპირები შეასრულო, იქაც ხდება რაღაცა დაკარგვა. აი ზუსტად ამ კინოსავით. დაახლოებით აი ესეთი მეტაფორული სურათი დაინახე მაშინ მატერებელში, მე თვითონ მივიდიოდი გამოფენის გასაკეთებლად ლიუბლიანაში და ესე ჩამრჩა როგორც ესეთი ერთ-ერთი ესეთი განმარტება გარკვეული პერსპექტივით, გარკვეული კონტექსტში, გარკვეული ადგილიდან თუ რას ნიშნავს დაკავებული იყო ხელოვნებით და იყო მხატვარი. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ სკოლაში, სახელმწიფო სკოლაში შენ გამიგიხილავენ, როგორც ვიდეო არტის ერთ-ერთ დამწყებს მოსკოვში 90 წლების დასაწყისში. მაგრამ შენ ძალიან გამოყოფ ამ პერიოდს საქართველოსთან, ეს გააკეთე არა როგორც ქართულმა მხატვრამ, მაგრამ რახან ლაპარაკობთ ქართულ მხატვარს, ხო? და რატომ მიგაჩნია, რომ ის რაც გააკეთე მოსკოვში, არ შეიძლება რომ ქართული მხატვრის გაკეთებულად აღიქვას. აი ეს ვიდეო არტი, რომელიც რუსები თვლიან, რომ შენ დაიწყე იმათთვის ვიდეო არტი, ასე ასწავლენ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს, რატომ არ შეიძლება რომ ასევე იყოს მიღებული ქართული მხატვრის გაკეთებული მოსკოვში, რა განსხვავება სხვადასხვა ტერიტორიაში. ყოველთვის ვინაიდან დიდ ყურადღებას საერთოდ ამ საკითხებს არ ვაქცევდი, ამიტომ მიმიღია მონაწილეობა როგორც რუსული ხელოვნების გამოფენებში, ისე ქართული მხატვრების ხელოვნების გამოფენებში და მიმაჩნია, რომ საერთოდ ისეთი შეზღუდული რაღაცა, რომ აი ანკეტა რო არის, ხო, თუ გეკითხებიან, რომ უნდა უგაცო კი ან არა, ნუ რა უნდა გააკეთო, არა? ხო და ხშირად როცა მეკითხებიან, საიდან ახალ იქ სადაც არ მაწყობს, რომ თქვა რომ რუსი ვარ, ან მხატვარზე არ ლაპარაკი ქართული, ვამბობ მონღოლი ვარ, მონღოლეთიდან ვარ და საერთოდ ეს საკითხი საიდან ახალ ქრება. რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ მასალას, საქმე იმაშია, რომ ვიდეო რაც გამიკეთებია, მოსკოვში გამიკეთებია მოსკოვის აქტუალური ასეთ საკითხებზე მუშაობით, ეს იყო მოსკოვში აქტუალური საკითხებზე მუშაობის შედეგი და ასევე მოსკოვში არსებული რესურსებით. ამიტომ ახლა ქართველობა მას ეტყობა, რუსია ამას არ ვიცი გააკეთებდა თუ არა, მაგრამ ვინაიდან ეს რესურსების და საკითხების მოსკოვური იყო, ამიტომ მოსკოვის ხელოვნებას ეკუთვნის ეს ნამუშევრები და მაგიტომაც ამბობენ ისინი, რომ მე ვარ ერთ-ერთი პიონერი მაგათი ვიდეო არტის. ხო, მაშინ ძალიან მართლა ცოტა მუშაობდა ისეთი ერთი შეიძლება კიდე ორი კაცი, რომელიც მე მახსოვს იუხანანოვი მახსოვს ძალიან კარგად, რომელიც მე ხარისხიან ნამუშევრებს აკეთებდა, ერთადერთი მეორე იყო პეტერბურგიდან საოცარი მხატვარია ეს იუფიტი. და მე რაც ვაკეთებდი, ესეც არაფერს და არავის არ გავდა და ამიტომ
და ის ინსტალაციები რაც გამიკეთებ, ფაქტობრივად ყველა დიდი ნამუშევრებია ჩემი. ეს პერფორმანსიც რომელიც გავაკეთე, ეგეთ მასშტაბური მე მგონი ნამუშევრები არის გაკეთებულა მაშინაც და იმის შემდეგაც მოსკოვში. და მაგხრი და თბილისში რო ვიყავ, მაშინ ვიყავი აქაური პრობლემატიკით დაკავებული, იმიტომ რომ ერთად მინდოდა ყოფნა აი ამ კავლოსთანაც, ამ ჯგუფთან ერთად და ეს იყო აბსოლუტურად სხვა პრობლემატიკა. მე ბუნებრივია იქიდან ვერ ამოხვდებოდი. ან რა ამოხვდარიყავი, ნუ საცავსულიყავი ისინი. ამიტომ აქ რაც გამიკეთებია, ეს ეხება აქაურ რესურსებს, აქაურ საკითხებს. და იგივე როცა გადავედი ევროპაში საცხოვრებლად, იქაც იქ რუსულ ნამუშევრებს ვერ გააკეთებდნენ, როგორ გამეკეთებდნენ. მე რუსული ნამუშევარი კიდე ერთი შემდეგ წლების შემდეგ როცა გავაკეთე, ის გავაგზავნე მოსკოვში საჩვენებლად, იმიტომ რომ კი შეიძლება იმის სადაც გერმანიაში ჩვენება, მაგრამ ეს იყო ვიდეო ინსტალაცია, რომელიც იყო გარშემო გაკეთებული ეგეთი წინადადების მაია დუშა ტასკუი პატვაიე დუშე, რაც შემიძლია აღწერო როგორც სიყვარულის ახსნა. აი ყველაზე ultimately რა რასაც ქვია. და ეს შესაძლებელია მარტო რუსეთში, შეიძლება გადათარგმნო. My soul is longing for your soul. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ იწევს აი ესეთ ემოციას, ან არ იკითხება ისე გრძნობიარეთ როგორც რუსულში და არც ქართულად ვერ გადმოთარგმნი. და ამიტომ ეს მასალა მქონდა, ძალიან მაყოფილი ვარ ამ ინსტალაციით და უბრალოდ გავაგზავნე მოსკოვში, უჩემოდ გაკეთდა იქ ერთ-ერთ მოსკოვის ბიენალეზე. და შეგიძლია ვწერო რა იყო? ხო, ეს იყო ორი პროექტორის შუქი, რომელსაც არ ქონდა ინფორმაციის წყარო. ეს იყო ცისფერი ეკრანი, აბსოლუტური სიჩუმე. ესე იგი, ეს მუშაობდა, მაგრამ იქ არაფერი არ ხდებოდა. კედელზე იყო ეგეთ კუთხეში. ერთი აქა და მეორე აქ, ერთ ცოტ დიდი, ერთ ცოტ ნაკლები და ერთ კედელზე, რომელზეც იყო დაწერილი იყო მაია დუშა ტასკუი პატვაიე დუშე, რომელიც იკითხებდა მხოლოდ იმიტომ, რომ შუქი ეცემოდა ამ პროექტორის, მაგრამ ესე იგი ხაზგასმული იყო აი ეს აბსოლუტური სიწყნარე, რომელიც აუცილებელი პირობა აი ესეთი რამის ფიქრის ან გამოთქმის. გამახსენა ის წიგნი, რომელიც წავკითხე, ვილემ ფლუსერის არის, რომელსაც ქვია აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ეს არის იმიგრაციაზე ან ადამიანზე, რომელიც არის შემოქმედი და ესე ვთქვათ, განსხვავებული იმიგრაციაში ხდება. ინგლისურად ესე displaced person, რომელიც გადაადგილებულია. რაღაცნაირად მგონია, რომ ზუსტად ეს არის, როდესაც ყოველთვის უარყოფ, რაღაცნაირად ყოველთვის უნდა დაკარგო იმისთვის, რომ შემოქმედი იყო და რეალურად ეს ქვეყანასაც ტერიტორიასაც და ყოველფერზეც მეტყოლებს. ამიტომ იმისთვის რომ შეხვიდე ამ ყველაფერთან, რაღაცნაირად ის კი არ უნდა იყოს, რომ მე საიდან ვარ და საიდან მოვდივარ, არამედ სადაც ვარ იმ მომენტში და რა თქმა უნდა ის რაც უკვე გამოლიგავთ ის თქვენში, ამიტომ ისიც ნაწილობრივ ამასთან პასუხში არის. და ეს კაცი ამბობს ერთ რაღაცას, რომ თვითონ იმიგრაციაში იყო ებრაელი, და იმიტომ რომ ამოუხდით მთელი ოჯახი ნონსოფიო მიზნებს და აღმოჩნდა ბრაზილიაში. და ძალიან დიდი ხანი მოღვაწეობდა იქ როგორც ფილოსოფოსი და ძალიან რაღაცა შექმნა და გააკეთა. და მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ეს თავისი არ იყო და ზუსტად იმიტომ რომ თავისი არ იყო, უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდა რაღაცების მიმართ. და ესე დაიწყო მე რომ ეხლა აბადარებს უბრალოდ ებრაელებსაც და ებრაელის ესე ვთქვათ იმას, მაგრამ აბსოლუტურად ლაპარაკობს მხატვარზე და ძალიან საინტერესოა ეს და ეს მომენტი გაქვს, რომ თან ეკუთვნით, თან არა და ამიტომ ზუსტად ეს არის displacement, რომელიც გაძლევს თავისუფლებას, რომ ყოველთვის იყო კრიტიკული და ყოველთვის იადვილებს ამ ხო, რაღაცა გაციო საზღვრები იგივე შენი პროფესიის იქნება თუ მასწავლებლობის თუ არ შეიძლება. საერთოდ მისმის თქვენი და მეც მაგალითად ესეთი ის კონდა, როცა მქონდა პრობლემები თქვათ გერმანიაში, სადაც მაგალითად წერილი მომდიოდა, რომ თქვენი გერმანიაში ყოფნა არ არის გერმანიის ინტერესებში. და მე ვფიქრობდი, რომ გერმანია უჩემოდ უფრო ცუდია, ვიდრე გერმანია ჩემით. და ეს იმაში არ მდგომარეობდა მე რაღაცა განსაკუთრებული ვარ. ესე შეიძლება ითქვას ყველაზე. და საერთოდ როცა ვლაპარაკობთ აი ესეთ
სურვილზე გადაადგილების, იქ რა თქმა უნდა ეს ყველასთვის სწორი არ არის, გასარკვევია. ყველამ უნდა გაცეს პასუხი, აი შეიძლება მოხდეს შენი ყველაზე დიდი რეალიზაცია, შენი ყველაზე კარგი რეალიზაცია. ეს არ მთავარი, რომ შეიძლება აქ მოხდეს, შეიძლება იქ მოხდეს. მე მაგალითად ზოგჯერ რომ მეღვიძება, დაკარგული ვარ, არ ვიცი სადა ვარ. განსაკუთრებით უფრო მეც რომ მოგზაურობდი, ჯერ უნდა გამერკვია მოსკოვში ვარ, ჩემს საწოლში თუ სადღაც სტუმრად თუ სადღაც სასტუმროში. და ძალიან ისეთ სასაცილო მომენტი იყო, მაგრამ აი ნახევარძილში მართლა ესეთი რამე ხდებოდა და ამ დროს მე ვიცნობ ხალხს, ვთქვათ, რომელსაც აი რომ დაიბადა იმის შემდეგ ერთ საწოლში ძინავს. და მაგრამ ხდება ასევე აი displacement, რასაც ქვია, მაგრამ არის სხვა კიდე ტერმინი, უფრო ისეთი მოცულობით, უფრო დიდი დეტერიტორიალიზაცია, რომელიც ხდება გინდა შენ თუ არ გინდა. ესე იგი, მაგალითად, საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ, ამ კოლაფსის შემდეგ მოხდა ძალიან დიდი დეტერიტორიალიზაცია. ნებისმიერ სუბიექტი საბჭოთა კავშირში ყოფი და გაზრდილის კი არა, საერთოდ მსოფლიოში, იმიტომ რომ ისე შეიცვალა შინაარსი. მსოფლიოში რომ ინგლისელი იქნებოდა ის ხატო არის თუ ამერიკელი, აი ამ დიდ შეცვლას შეიძლებოდა დაერქვია ამისთვის დეტერიტორიალიზაცია, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ცვლიდა. მე მაგალითად გონია რომ კიდევ აი ამ კითხვებზე არ არის პასუხი გაცემული, იმიტომ რომ იმდენი რამე ხდება ძველებურად აი სისტემაში, სისტემის მიერ გუშინდელი დღის გამეორებაში, რომ ზოგჯერ უცნაურადაც მეჩვენება, რომ კორექტირები არ შეაქვს, თქვათ, ამ ხალხს ხელოვნებაში მათ, თქვათ, ვენაში რაღაც გარკვეული ინსტიტუტების მუშაობა გარკვეულ საკითხებში, რომელიც ყოველთვის გაუცებას იწვევს. ისინიც დეტერიტორიალიზებულია. დიახ, ამ დროს როგორც შემთხვევაში ეხო კონდა ვენაში გამოფენის ეცეპავ, ხო ეკა? ხო. სადა? როგორ აქვს? ხო, მე ვიყავ ხო ერთად საწოლი. გაიცანდა? ანდრო ვეგოა. ხო, არა, ანდრო ვეგოა. ხო. არა, ეს არის ცალკეული შემთხვევები, რომლებშიც საკითხები გადაწყვეტილია ძალიან ბევრი სხვა ფაქტორის გამო. და ეს ყველა ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ეს ანდრო ვეგოა იქნება თუ კეთი მელოა იქნება. მაგრამ ეს არ არის ესეთი რთული მარტივი წარმონაქმნი. აქ ბევრი რამე უბრალოდ კაცმა უნდა იცოდეს საერთოდ ამაზე რომ ილაპარაკოს, მაგრამ რაზედაც მე ვლაპარაკობდი, ეხლა ეს არის ზოგადი სურათი, მაგრამ ცალკეული შეიძლება იყოს ნებისმიერი, შეიძლება იყოს აი ანდრო ვეგოას შემთხვევა და შეიძლება იყოს მე მაგალითად სურიკოვის ინსტიტუტში ყავდა ერთი ჩემს ცოტა უფროსი იყო, ასეთი ციმბირელი ასეთი ჯანსაღი ტიპის მარაკის მატროსკაში დადიოდა და რაღაცა ნიუ-იორკელმა დიდარმა კაცმა მოკიდა ხელი, გადაუხადა მთელი განათლების ფული, წაიყვანა ნიუ-იორკში და ეხლა ასწავლის სადღაც ესეთი მშვენიერი კარიერა აქვს და ამიტომ სხვა ფაქტორები, რომელიც იცი რა დროის დაგარგვა ახლა რომ გაერკვიან, რატო უნდა გაერკვიან, მაგრამ ჯობია რა თქმა უნდა შენი გზა აგო აი რეალისტურ ზოგად სურათზე და თქვათ კეთი მელოა თუ სიდის უშვებს, ეს არნიშნავს რომ თუნდაც კეთი მელოაზე უფრო კარგად რომ ღერი ხარ, რომ შენ გამოგიშვებს ვიღაცა სიდის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. აქ მოგზაურობთ.